მოგხმარე დუცემოლა კოლეგებო დღეს ვისმენ რომ ჩამოვიდა ქვეყანაში დასვენების მერე ერთი ადამიანი რომელიც დააკავა პროკურატურამ და მას წაუყენა გარკვეული ბრალდება და აქვს საუბრობთ იმაზე რომ ეს არის პოლიტიკური შოუ და მე მინდა გითხრათ ერთი რამ რომ ბოლო წლების განმავლობაში მე დიდი ხანია არ მინახავს ადამიანის დაკავება ასეთი ფორმით, როგორი ფორმითაც მე გუშინ ეს ვნახე. ცოტა სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდეც, შეიძლება ჩემი განწყობის გამო გამაღეზიანა კიდეც ამ ზედმეტმა ლოიალობამ სიმართლე გითხრათ, როცა ამდენი კამერა მიყვა ადამიანს, რომ მივიდა პროკურატურაში, როცა უნდა დაებარებინათ. როცა იქ ერთადერთი ვარდებით არ დახვდნენ, ალბათ ამას ელოდებოდით, რომ ვარდებით უნდა დახვდნენ ადამიანს, ვარდებს მიჩვეული ხარ და ვარდებით შესვლას და შევარდნას შენობებში. და შესაბამისად, თურმე აქ ირღვევა ადამიანის უფლებები და თურმე დღეს არ აქვს პროკურატურას უფლება დაკითხოს ადამიანი, გააკეთოს ის განცხადებები, რაც ძალიან მოზობილად გააკეთა დღეს იუსტიციის მინისტრმა, რაც გააკეთა გენერალურმა პროკურორმა და თქვენ ამას ამბობთ, ეს პოლიტიკური დევნა. იმიტომ რომ მოხდა ასეთი დაკავება. მე ნამდვილად არ მინდა რომ ეს ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლება დაიმგვანოს თქვენ ხელისუფლებას და იმ ფორმას დაჭერების, რომელი ფორმითაც თქვენ მოხვედით თუ არა ხელისუფლებაში მეორე დღეს დაიწყეთ. თქვენ გინდოდათ რომ მაინც და მაინც ხელებ ატრიალებული დაინახა ხელისუფლებას ფაჭუახალაია და კიდე ბევრი მისნაირი, როცა სახლებიდან გამოათრევდით ადამიანებს. გახსოვთ ის დღეები, ის წლები, ის კადრები, როცა სახში ღამე მეუღლეების თვალწინ, ბავშვების თვალწინ, კამერების წინ ქალებს ღამის პერანგში ჩაცმულებს აჩვენებდით კადრებში, როგორ უჭერდნენ ქმარებს და როგორ მოათრევდნენ სახლებიდან და მე აღმოჩნდებოდა რომ ზოგი თურმე უდანაშაულო იყო, ზოგი კი ცოტა ხანში ისევ თანამდებობაზე იყო. ხო არ დაგავიწყდათ თქვენ ეს წლები და ხო არ დაგავიწყდათ ეს კადრები. რომელი იყავით მაშინ ერთი გამოსულები და რომელი ამბობდით ხმამაღლა რომელიმე სიტყვას. სად იყო მაშინ უდანაშაულობის პრეზუმპცია? სად იყო მაშინ მორალი საერთოდ და ზნეობა ადამიანის? მე სწორედ ეს რო არ დავინახე გუშინ ამით ვარ ამაყი რომ ამ გუნდს წარმოვადგენ და მე ხა ძალიან მწვენია რომ ამას ვისმენთ თქვენგან იმ ადამიანებისგან ვისაც არა მარტო საქართველოს მოქალაქე ქვია არამედ საქართველოს პარლამენტის წევრი ქვია და დღეს ჭკუას გვასწავლეთ თურმე როგორ უნდა მოხდეს ადამიანის აყვანა მე ერთი რამე ვხედავ კიდე აქ ზოგიერთი თქვენთაგანი რაც უფრო მეტი გაცხარდება და მე პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს თავის პრევენციას აკეთებს რომ როგორმე ცოტა ხანში თვითონ მოისხას მე პოლიტიკური პატიმრის მანტია იმიტომ რომ იცით რაც აგაქვთ ჩადენილი და ალბათ ცოტა ხანში თქვენს ასევე წესიერად ასეთივე ზრდილობიანად კამერების წინ ადვოკატების თანხლებით შეგიყვანენ იქ და დაგკითხავენ ზოგიერთად ნამდვილად ვერ უშველის ის იმუნიტეტი რომელიც გააჩნია იმიტომ რომ კანონია პირველი და არა მანდატი იმიტომ რომ წესრიგი ზრდილობა და ზნეობა არის ყველაზე მაღალი და ყველაზე დიდი უზნეობა ისაა როცა შენს გაკეთებულზე თვალებს ხუჭავ და სხვის მართლაც წესიერად და ფორმით და ნორმალურად გაკეთებულზე საუბრობ. თქვენ აქ საუბრობთ რომ ომის გმირი ადამიანი თურმე როგორ დააპატიმრეს. მე კარგად მახსოვს ომის გმირები რომლებიც გმირთა მოედანზე მემორიალთან დაარბიეთ ღამე ისინი არ იყვნენ ომის გმირები. ისინი არ იყვნენ ომის გმირები რომლებიც ასე უმოწყალოდ არიან ზოგი ნაცემი ზოგი ციხეში ჩაგდებული ზოგი უპატრონოდ მიტოვებული თქვენგან ხელისუფლებისგან იმ ხელისუფლებისგან რომელსაც არც საჭმელი აქვს არც საბადებელი აქვს და საერთოდ არაფერი აღარ დაუტოვეთ ესენი ომის გმირები არ არიან თუ თქვენი ომის გმირები მარტო ისინი არიან რომლებიც თქვენ მართლაც საშინელ ომში ჩაფრეული უაზრობით და უწუნობით გაჩაღებულ ომში ჩაგდებული ადამიანები მართლაც დააზარალეთ ზოგს მართლაც ტყვია მოხდა ზოგი მართლაც დააზარალდა მაგრამ ამან კიდე და კიდე უფრო გააბოროტა და დღეს ახლა სპეკულირებთ იმით რომ თუნდაც ომის გმირებს იჭერენ აქ და ომის გმირებს შეურაცხყოფას აყენებენ დღეს 7 ნოემბერია რომელს გაგახსენდათ ერთი 7 ნოემბერი მე ადამიანი ვარ და დღეს ვახსენე კიდე ყოველთვის შეხეს ბატონო დავით